მოგესალმებით. დღეს მინდა გიამბოთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ პერიოდზე. წარმოიდგინეთ, დაახლოებით 150 წლიანი მონაკვეთი, როდესაც გადარჩენა თითქმის სასწაულის ტოლფასი იყო. ჩვენ ვსაუბრობთ პატარა სამეფოზე, რომელიც ორ უზარმაზარ მსოფლიო დონის იმპერიას შორის აღმოჩნდა მომწყვდეული. აქ ყოველი დღე ფაქტობრივად არსებობისთვის ბრძოლას ნიშნავდა. Ai, ეს არის საკვანძო კითხვა არა? როგორ უნდა მოახერხო, რომ შეინარჩუნო შენი იდენტობა, შენი კულტურა, შენი სახელმწიფო, როცა შენი მეზობლები მსოფლიოს უძლიერესი მოთამაშეები არიან და შენს მიწას ფაქტობრივად საკუთარი ინტერესების გასარკვევ პოლიგონად აღიქვამენ, სწორედ აი ამ დილემის წინაშე იდგა მაშინდელი აღმოსავლეთ საქართველო. კარგით. პირველ რიგში მოდით კარგად წარმოვიდგინოთ ის გეოპოლიტიკური ლაბირინთი, რომელშიც ქართლის სამეფოს უწევდა არსებობა. ეს არ იყო უბრალოდ რთული სამეზობლო, არა. ეს იყო მუდმივი წნეხის, მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრება. Ai, შეხედეთ ამ სქემას, ის ყველაფერს ამბობს, არა? ქართლის სამეფო ფაქტობრივად ბაგირზე მოსიარულეს გავდა. ერთ მხარეს სეფიანთა ირანი, მეორე მხარეს კი ოსმალეთის იმპერია. ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი არასწორად გათვლილი პოლიტიკური სვლა და ეს პატარა სამეფო ამ ორ გიგანტს შორის უბრალოდ გაისრისებოდა. Маш, ვინ იყვნენ ის ლიდერები, ვისაც ამ წარმოუდგენლად სახიფათო თამაშის თამაში უწევდათ? მოდით გადავიდეთ იმ მეფეებზე, რომელთა პირადი ისტორიები და ბრძოლა პირდაპირ იყო გადაჯაჭვული ქვეყნის გადარჩენის იმედთან. ჯერ ყვავდა ვახტანგ V, იგივე შაჰნავაზი, ნამდვილი დიპლომატიის ოსტატი. ის ცდილობდა როგორმე ლავირებით, რთული მანევრებითა და კომპრომისებით შეენარჩუნებინა სამეფოსთვის თუნდაც მცირე ავტონომია. მის შემდეგ ის სცენაზე გამოდის სრულიად სხვა ფიგურა, გიორგი მე-11, რომელმაც რადიკალურად განსხვავებული გზა აირჩია. მან ღიად შეუტია ირანის ბატონობას. ეს იყო ძალიან გაბედული, მაგრამ სამწუხაროდ ტრაგიკული ნაბიჯი, რომელმაც უმძიმესი შედეგები მოუტანა როგორც პირადად მას, ისე მთელ ქვეყანას. ესე იგი, არც დიპლომატიამ გამართლა ბოლომდე და არც ღია დაპირისპირებამ. რაღაც ახალი იყო საჭირო. და სწორედ აქ შემოდის ისტორიის სცენაზე სრულიად განსხვავებული ტიპის ლიდერი, მეფე ვახტანგ ექვსე. ის ხვდებოდა, რომ გადარჩენის გასაღები მხოლოდ ბრძოლის ველზე, კი არა ქვეყნის შიგნით რეფორმებში უნდა ეძებნა. მისი მმართველობა ფაქტობრივად გარდატეხა ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში. წარმოგიდგენიათ, იმის მაგივად, რომ გამუდმებით მტრის თავდასხმებს იგერიებდე, შენ თვითონ ქმნი დღის წესრიგს. მისი იდეა რადიკალური და ძალიან თანამედროვე იყო. მოდით, ავაშენოთ ისეთი ძლიერი, განათლებული და მოწესრიდებული სახელმწიფო შიგნიდან, რომ გარემტერი მას ვეღარაფერს დააკლებს. და უბრალოდ დააკვირდით, რამდენად სისტემური და გააზრებული იყო მისი გეგმა. ეს არ იყო ცალკეული ქაოტური რეფორმები. პირველი, კანონების კრებული, რომელიც ცნობილია როგორც სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა. ეს რას ნიშნავდა? იმას, რომ ქვეყანაში ქაოსის ნაცვლად წესრიგი ჩნდებოდა. მეორე, პირველი სტამბა. ეს იყო იარაღი უცოდინრობის წინააღმდეგ, რადგან განათლებული ერი გაცილებით ძლიერია. და მესამე, ეკონომიკური რეფორმები, რომლებსაც ხაზინაში ფული უნდა შემოეტანა. ფული კი ნიშნავდა ჯარსა და შესაბამისად თავდაცვის უნარს. თითოეული ნაბიჯი ერთი დიდი მიზნისკენ, გადარჩენისკენ იყო მიმართული. მაგრამ ხომ გესმით, შიდა რეფორმები დროს მოითხოვს. მტერი კი კარზეა მომდგარი და არ გიცდის. ამიტომ პარალელურად საქართველოს მოკავშირეების საძიებლად უკანასკელ შეიძლება ითქვას სასოწარკვეთილ ნაბიჯს მიმართა. ამ თქულ კითხვაზე პასუხი ალბათ ერთადერთი იყო: ევროპა. როდესაც შენი უშუალო მეზობლები, შენი მტრები არიან, დახმარება სადღაც შორს უნდა ეძებო. ეს იყო სასოწარკვეთილი, მაგრამ ამავე დროს სრულიად ლოგიკური სვლა, მიმართო ერთმორწმუნე ქრისტიანულ სამყაროს დახმარებისთვის. და ვის გაუშვებდა მეფე ასეთ წარმოუდგენლად მნიშვნელოვან და რთულ მისიაზე? რა თქმა უნდა, თავის უახლოეს ადამიანს, აღმზრდელს, მრჩეველსა და თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ქართველს, სულხან საბა ორბელიანს. მისი მოგზაურობა უბრალოდ პოლიტიკური ვიზიტი არ ყოფილა. ეს იყო ნამდვილი ოდისეა, იმედით სავსე მოგზაურობა სრულიად უცხო სამყაროში. ორბელიანის მიზანი იყო შეეღო ევროპის ყველაზე მაღალი და ყველაზე რთულად გასაღები კარები. წარმოიდგინეთ, ქართველი დიპლომატი ვერსალში, მეფე მზის, ლუი მე-14-ის კარზე. შემდეგ კი ვატიკანში, დასავლური ქრისტიანული სამყაროს სულიერ ლიდერთან, რომის პაპა კლემენტს მე-11-სთან. პრაქტიკულად, საქართველოს ბედი ამ შეხვედრებზე იყო დამოკიდებული. და აი, აქ დადგა ალბათ ყველაზე გულდასაწყვეტი მომენტი. მიზანი ხომ გრანდიოზული იყო. ევროპის დახმარებით შექმნილიყო დიდი ანტიოსმალური და ანტიირანული კოალიცია. მაგრამ შედეგი მტკივნეულად მარტივი, არაფერი. სამხედრო დახმარება ვერ მივიღեց. ევროპა თავის ომებსა და პოლიტიკურ ინტრიგებში იყო ჩაფლული და შორეული პატარა საქართველოს ბედი მათთვის უბრალოდ პრიორიტეტი არ აღმოჩნდა. ამ მოგზაურობამ ქართველებს მწარედ დაანახა თუ რაოდენ მარტონი იყვნენ ისინი ამ გლობალურ ბრძოლაში. მას რა დაგვიტოვა ამ ეპოქამ? ამდენი ბრძოლის, ამდენი რეფორმის, ამდენი იმედისა და იმედგაცრუების შემდეგ რა იყო ამ პერიოდის მთავარი მემკვიდრეობა?
და იცით, ეს მართლაც ასეა. შეიძლება მათ საბოლოო მიზანს სრულ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას იმ მომენტში ვერ მიაღწიეს. არც ვახტანგის რეფორმები განხორციელდა ბოლომდე და არც სულხან საბას მისია მოიტანა სამხედრო შედეგი. მაგრამ მათ დატოვეს რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. იდეა. იდეა იმისა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს თანამედროვე, განათლებული და ძლიერი სახელმწიფო. ეს იყო მემკვიდრეობა, რომელმაც ათწლეულების შემდეგ გამოიღო ნაყოფი და მომავალი თაობისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. და აი ამ კითხვით მინდა დაგტოვოთ. უბრალოდ დაფიქრდით, რა მოხდებოდა ისტორია სულ სხვანაირად რომ წასულიყო. ეს არის ეპოქა, რომელიც გვახსენებს, რომ ისტორია არა მხოლოდ მომხდარი ფაქტების, არამედ გაშვებული შანსებისა და ალტერნატიული შესაძლებლობების ერთობლიობაა.